მოგესალმებით პატარებო. დღეს წავიკითხავთ სულხან საბა ორბელიანის იგავარაკს უსამართლო შირვან შაჰი. შირვანში ერთი შაჰი მეფობდა, რომელიც მეტად შეუბრალებელი და უმოწყალო იყო. თუ სადმე ღარიბ ღატაკს ან მომჩივანს ნახავდა, მიზეზსაც კი არ გამოიძიებდა, ისე კლავდა. თავისი უსამართლობით მთელი სამეფო ააოხრა. ერთ დღესაც ვიღაც მომჩივნის შესახებ შეიტყო და მაშინვე მისი მოკლა ბრძანა. მომჩივანმა ეს რომ გაიგო, მივიდა შაჰთან და უთხრა: მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, რადგან ყველა ფრინველისა და ცხოველის ენა ვიცი. გამოგადგებიო. შაჰს ჭკუაში დაუჯდა ამ კაცის ნათქვამი, შეიწყალა და ვეზირს უბრძანა. ამ კაცისგან ცხოველთა და ფრინველთა ენა ისწავლე და მერე მე მასწავლეო. ვეზირი მიხვდა, რომ კაცმა ენების ცოდნა თავის გადასარჩენად მოიგონა და რომ დაღამდა, უჩუმრად გააპარა. გავიდა ხანი. ერთ საღამოს შირვან შაჰი სავახშმოდ დაჯდა. ამ დროს ჭოტების კივილი შემოესმა. მოაგონდა ფრინველთა ენის მცოდნე კაცი და ვეზირს კითხა: ისწავლე იმ კაცისგან ცხოველთა და ფრინველთა ენა? ისწავლე, უპასუხა ვეზირმა. მაშ მითხარი, ის ორი ჭოტი რას ლაპარაკობს? ვეზირმა მოახსენა: ერთ ჭოტს ქალი ჰყავს გასათხოვარი, მეორეს ვაჟი დასაქორწინებელი. მეორე პირველს ქალს ასთხოვს თავისი ვაჟისთვის. ქალის მამა ეუბნება: ჯერ 700 ნასოფლარი მომიტანე და ქალს მერე გაგატანო. ვაჟის მამა პასუხობს: შენს ქალს რომ 700 ნასოფლარი მივუტანო, მე კიდევ 6 ვაჟი მყავს და იმათ რაღა ვუყოო. ამაზე ქალის მამამ უპასუხა: ნუ წუხარ, შირვან შაჰს თუ დღე გაუგრძელდა, კიდევ ბევრ სოფელს ააოხრებსო. ნუ თუ ასეთი უსამართლო ვარ, განაწყენდა შაჰი. რა ვიცი, ჭოტები კი ასე ამბობენ, მიუგო ვეზირმა. ამ სიტყვებმა შაჰი ჩააფიქრა, მიხვდა თავის უსამართლობას და იმ დღიდან დიდად მოწყალე შეიქმნა.